ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო შეგვიწყალენ ჩვენ ამინ. დღევანდელ დღეს გვექნება ძველი წესი არსებობს ესეთი პარაკლისი ამხსარებელთა ზედა და ამითი ჩვენ ვეცდებით რომ იქნებ წელს მაინც გამოგვივიდეს ის რომ გული გავამზადოთ ქრისტეს შობისათვის. დღევანდელი ხა ჩემი საუბარი ხშირად არის ხოლმე, როდესაც საუბრობ რაღაცა საკითხებზე, ადამიანები მეუნებიან ხოლმე, რომ ან გონიათ, ან მეუნებიან, რომ ჩემზე იყო საუბარი. არავიზე არ იყო საუბარი იყო ჩემზე. და მეც ადამიანი ვარ და როდესაც ჩემზე ვსაუბრობ ადამიანურად, თუნდაც იმ გამოცდილებით, არც თუ ისე დიდი გამოცდილებით, რომელიც სამღვდელო მსახურებაში დაგროვდა, აი გამომდინარე აქედან ეს საუბარი ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანების გულს ეხება. ამიტომ დღეს შევეცდები ჩვენი გული ამოატრიალო. იმიტომ რომ ჯერ ვეცდები რომ ჩემი გული ამოატრიალო პირველ რიგში და მერე შევეცდები ყველა ჩვენთაგანის გული ამოატრიალო. რატო? იმიტომ რომ ჩუმად დამალული ჩვენში გარკვეული, როგორ გითხრათ, იცი, აი კარგად მომყუდროვებული ვნებები და ცოდვები, რომელთან ერთადაც ჩვენ შევეჩვიეთ ცხოვრებას, რომლების თავისთავად მივიღეთ, რომ ეს ესია და სხვანაირად ვერ იქნება, შევეცდები უბრალოდ ძალიან მცირედ ამოვატრიალოთ საკუთარი გულები ქრისტეს შობის წინ. გავხსნათ გულები. თავარი არის რომ არ შეეწინააღმდეგოთ. ღვთის მადლს მიეცით საშუალება იმისა, რომ თქვათ იყოს ნება შენი. შეგეხოს გულში და რაც არ გინდა მოხდეს, ვიცი რომ შენგან არის უფალო. ანუ ტკივილი, იმედგაცრუება, მეგონა რომ ესეთი ვიყავი და სინამდვილეში არა ვარ, აი ამას ყველაფერს მოკლედ შევეცადოთ დღეს, რომ გადმოატრიალოთ ჩვენი გული. გავემზადოთ ამ საუბრით და ამის შემდეგ კი უკვე პარაკლისი აღვასრულოთ. პირველი სიტყვა, რაც კი სახარებაში ითქვა, იცით თქვენ, ძველი აღთქმის ქადაგება დასრულდა იოანე ნათლისმცემლის სიტყვით შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია ცათასასუფეველი და მაცხოვარმაც თავის ქადაგება დაიწყო სიტყვით შეინანეთ. ანუ საკვანძო სიტყვა მთელი ანუ სახარება რო გვინდოდეს წმინდა წერილი ჩავატიოთ რამეში, ერთ სიტყვაში შეგვიძლია ჩავატიოთ. შეინანეთ. ანუ შეინანეთ რა არის, იცით? ანუ ბერძნულად როგორ არის, იცი? შეიცვალეთ. სინანული რო გადათარგმნო, ნიშნავს მეტანოიას. გახსოვთ ჩვენ რო ვეძახით მეტანიას, ხო? მეტანოია. რა არის მეტანოია, იცით? გონების შეცვლა. ანუ შეცვლას ნიშნავს. წარმოიდგინეთ, ძველ აღთქმად და ახალი აღთქმად ხმამაღლად ყვირის. რას? ხალხო, რას გავხართ, შეიცვალეთ. ღვთის წინაშე რას გავხართ, შეიცვალეთ. არა ის, რომ ერთმანეთის წინაშე ლამაზად გამოიყურებით, ჭკვიანად გამოიყურებით, ინტელექტუალურებად გამოიყურებით, პატიოსნად გამოიყურებით, ზნეობრივებად გამოიყურებით. ეს არა. თქვენ უკეთესად იცით, რისგან უნდა შეინანოთ, ანუ რისგან უნდა შეიცვალოთ. ადამიანო, გთხოვ, შეიცვალე. აი დღევანდელი საუბარი ჩვენ იქნება, რომ იქნებ შევიცვალოთ. და აი ეს გონების შეცვლა, მოდი ესე დავიწყოთ ახლა ის საუბარი. ნახეთ, სად ვიმალებით ჩვენ, მინდა გაიგოთ ყველამ ძალიან კარგად. სამყარო ისედაც ცვალებადია. ანუ დრო მიდის, წელიწადის დროებია, ხო? ზაფხული, გაზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ანუ დრო მიედინება. მასთან ერთად გარემოც იცვლება, შეხედეთ. აი ტაძარი ავიღოთ, ხო? რამდენიმე წლის უკან როგორი იყო ჩვენი ტაძარი, დღეს შეხედეთ როგორი არის. ჩვენი ტაძრის ეზო როგორი იყო, ის როგორი არის. თქვენი სახკარს გადახედეთ როგორი იყო და ეხლა როგორი არის. ანუ დროის ცვალებადობა ნიშნავს, რომ სხვადასხვაგვარად იცვლება ის, უარყოფითათაც და დადებითათაც. ანუ ნახეთ, თქვენ სხეულებს შეხედეთ, ასაკი, მოგემატათ. ხო აღარა ხართ ისეთები, როგორიც იყავით მაგალითად რამოდენიმე წლის უკან. და ზოგი თქვენთაგანმა იგრძნო ეს, რომ ერთი თვის უკან რაც იყო, ისიც კი არ არის, იმიტომ რომ რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში გარდამტეხი. ანუ
ჩვენი გარშემო, გარემო, რომ იცოდეთ, თავისთავად არის ცვალებადი. იცვლება თავისთავად ჩვენს გარშემო ყველაფერი. ამიტომ ხშირად ადამიანს რა გონია, იცით, წლები რო ემატება და იცვლება, ეს ცვალებადობა არის. ქრისტე გვეუბნება, რომ შეინანეთ, შეიცვალეთ. და ჩვენ როგორ ვართ ხომ, იცით, გევარ და ვიძახით, უფალო, ისედაც ვიცვლები. და რითი ვიცვლები, რას ვეუბნები? აი ვიცვლები, იმიტომ რომ აგერ ასაკი მომემატა. გონია რომ უფრო გონიერი გავხდი. შევიცვალე, იმიტომ რომ გუშინ მდიდარი ვიყავი, დღეს ღარიბი ვარ, ან ღარიბი ვიყავი და მდიდარი ვარ. გუშინ მანქანა არ მყავდა, დღეს მყავს, ან მყავდა და აღარ მყავს. ანუ თავისთავად სამყარო ისედაც ცვალებადია. და მე მგონია რომ ქრისტე ამ შეცვლაზე მეუნება. და ჩვენ მოვდივარ ტაძარში, ვდგევარ და გონია რომ ისედაც იცვლება ყველაფერი, ტაძარი შეიცვალა. ნახე გალამაზდა ყველაფერი, ანუ იმედებს ცვალებადობაზე, რაც ქრისტემ გითხრა, სულ გარე ცვალებადობაზე ვამყარებთ. სამყარო ისედაც ცვალებადია. მაშინ ისმის კითხვა, რომ რა შეცვლაზე გვეუბნება ქრისტე? რა შეცვალეთო, რა არის ეს შესაცვლელი, რა უნდა შევცვალოთ? და აი ნახეთ, უბრალოდ დაფიქრდით, აი ჩვენი მოსვლა ქრისტეს ეკლესიაში და რაზეც ახლა მივადექით, ქრისტე უნდა იშვას ჩვენს გულში. შემოვედით ტაძარში, საიდან? ცვალებადი სამყაროდან, სადაც ყველაფერი ცვალებადია. მეცნიერება, ფილოსოფია, ყველაფერი ამაზეა დამყარებული, რომ ყველაფერი დინამიურია და ცვალებადია. შემოვედი ტაძარში ამ კულტურით, რომ ვიცი ყველაფერი ცვალებადია და ვდგევარ აქ და ვიძახი, რაღა უნდა შევცვალო, აქაც მეუნებია რომ შეიცვალე. შეინანე, შეიცვალე გონება, სხვანაირი გახდე, რა შევცვალო? რა არის ჩემი შესაცვლელი? და ის არის ქრისტიანი ადამიანი და ის არის მორწმუნე, მხოლოდ და მხოლოდ ვინც სახარების სიტყვას გამოეხმიანა და ქრისტეს მიუხვდა, რა ცვალებადობაზე ეუბნება ის მას? არა ასაკისა, არა გარემოებებისა ჩვენს გარშემო, არამედ სხვა ცვლილებაზე გვეუბნება. და ეს ცვლილება არის ჩვენი შინაგანი სულიერი ცვლილება. ეხლა რა მოხდა, ნახეთ, ჩვენ მოვედით ტაძარში და შევიცვალეთ, ნახეთ როგორ შევიცვალეთ, უფრო ღრმად მინდა ჩავიდეთ. პირველი ნაბიჯი გადავდგით. გასაგებია გარეთ ვიყავით იმ ხალხთან ერთად, ვინც გარეთ არის და ერთ დღესაც გავიგეთ, არ ვიცი, ღმერთმა დაგვიძახა, თვითონ ინება თავისი კაცთმოყარებით, გაგვაგონა და მითხრა, მამა გიორგი, თუ ვინც გიორგი, ერის ადამიანი რო ვიყავი, აქ რო დადიხარ, მოდი. შემოდი ტაძარში. შემოვედი ტაძარში და თქვენ შემოხვედით ტაძარში. და დავიწყეთ ცვლილება, კი ბატონო, შეცვლა დავიწყეთ. და რა ცვლილება დავიწყეთ? ადრე არ ლოცულობდით, ეხლა ლოცულობთ. პირობითად, ხო? ანუ ადრე ხო არ ლოცულობდით, სანამ ტაძარში მოვიდოდით, ეხლა ლოცულობთ. ადრე არ მარხულობდით, ეხლა მარხულობთ პირობითად. ადრე ჩვენ წმინდა წერილს არ ვკითხულობდით, ეხლა ვცდილობთ რომ წავიკითხოთ. ადრე კეთილ საქმეებს, სათნოებით საქმეებს იმდენად ყურადღებას არ ვაქცევდი და არაფერს არ ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა ვაკეთებთ ამას. ანუ შევიცვალეთ გარკვეულწილად, ნახე და რა დაგვემართა, იცით? დაგვემართა ის, რომ აი ამაზე გავჩერდით. ისევ გარეგნულად შევიცვალეთ. უბრალოდ ლოცულობდი, არ ლოცულობდი და ვლოცულობ, უბრალოდ მეტი არაფერი არ მარხულობდი და მარხვა დავიწყე, რაციონი შევცვალე, მხოლოდ და მხოლოდ ეს მოხდა და ნახეთ რა დაგვემართა საბოლოო ჯამში. ერთხელ ერთმა სასულიერო პირმა მითხრა ასეთი რაღაცა. თუ კიო ადამიანიო ეკლესიაში ანუ ღვთის წინაშე დგომი, ბოდიშით ამ ტერმინზე ესე გეტყვით, ანუ ისე მითხრა და მე სხვანაირი ტერმინიც გამოვიყენოთ, გაიღლიტაო, ანუ გაცვეთილია და აი რაღაცა ისეთი როა ყველაფერი რო თავის თავზე უნდა მოიგოს. თუ კი ვინ ანუ ეკლესიაში მოხდაო, იცოდეთო, სამყაროშიო მასზე ზნედაცემული არ იქნება არავინ. რატო? იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც სინამდვილეში შეიძლება შეიცვალო და აქაც თუ საშენოთ მოირგე ყველაფერი ჩათვალე, რომ აღარაფერი არ ეშველება ადამიანს. ანუ რას გულისხმობ, ნახეთ. ჩვენ მოვედით
ლოცვა დავიწყეთ, მარხვა დავიწყეთ, წმინდა წერილის კითხვა დავიწყეთ, ტაძარში სიარული დავიწყეთ, ცოტა სათნოებითი საქმეები დავიწყეთ, ვიღაცამ იესოს ლოცვა დაიწყო, ვიღაცამ ესე, მაგრამ დავრჩით ამპარტავნები. დავრჩით გულში როგორები იცი ეგოისტები, ამპარტავნები. სული გული არის გამოჯერებული ჩვენი პატივმოყვარეობით, ერთმანეთის არდანდობით, ერთმანეთისადმი რაღაცა ბოროტი დამოკიდებულებით, ერთმანეთის განკითხვით, ერთმანეთის არპატიებით, ერთმანეთის არშენდობით. ეს ეხება ოჯახის წევრებს, სამრევლოს გვერდზე. ანუ საბოლოო ჯამში ნახეთ რა მოხდა. ადამიანს გონია აქ არის დგას და ქრისტეს ხმა გაიგო, მაგრამ არ გაუგია. გინდათ გითხრათ ერთი რამე? მამები იძახიან, რომ ესეთი ორი მსახურება არსებობს, ღვთისმსახურება და დემონის მსახურება. და მამები იძახიან, რომ ადამიანი ამ შემთხვევაში მის და გაუთვითცნობიერებლად დემონებს ემსახურება, იმიტომ რომ მისი სული არ იცვლება. გახსოვთ რომ გითხარით მე რომ შეიძლება ეკლესიაში იდგე ადამიანი და არაფერში ხელი არ შეგეშალოს. იმ ლოცვაში რასაც შელოცვა დაარქვი, იმ მარხვაში რასაც შენ მარხვა დაარქვი, იმ კეთილ საქმეში რომლის უკანაც საკუთარი პატივმოყვარეობა დგას, სიკეთეს აკეთებ და გინდა ყველა მტაში დაგიკრას. ვერაფერი ვერ გაგიკეთები ადამიანს რო არ მოითხოვ ვიღაცისგან აპლოდისმენტები. ანუ მინდა გითხრათ ესეთი რამე რომ ესეც კი არის დემონური მსახურება. თუ კი ადამიანი შინაგანად არ იცვლება. და ამიტომ ჩვენ ყველაზე მთავარ მომენტში ვართ გაჩერებულები. ყველაზე მთავარ მომენტში ვართ გაჩერებულები. ის ცვალებადობა საკმარისი გავხადეთ, რომელსაც გარედან ჩვენ მოკლედ ვიღებთ. ეხლა ნახეთ. გადავიდეთ შემდეგზე. ეს გარეგნული ფორმა, ხო? რაღაცა მოვედით, ეხლა კიდე ღრმად ჩავიდეთ. გაჩნდნენ ეკლესიაში კიდე ადამიანები, რომლებმაც რაქნეს, ნახეთ. ვიღაცა გამოხატავს იმ ამპარტავნებას გარეგნულადაც, მაგრამ არის მეორე კატეგორია ადამიანების. უფრო ეს მძიმე შემთხვევა და მძიმე მდგომარეობა. უკვე ესენი როგორ არიან, იცი, დუმილი შეუძლიათ, სიმშვიდე შეუძლიათ, გარეგნულად თითქოს ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ შიგნიდან დუღან. ადუღებულები არიან შიგნიდან, მოკლედ ამპარტავნებით და როგორ გითხრათ, იცი, პატერიკიდან მოგიყვანთ ესეთ ამეს, ამის ასახსნელად. ერთ-ერთ მონასტერში იყო სასულიერო პირი, რომელიც იყო ბერი. რომ მიხვიდოდი, საოცარი სიმშვიდე ქონდა. მამები რო იკრიბებოდნენ რაღაცა, იქაც მშვიდად იჯდა ესე. ვინმესთან კამათში რო შედიოდა, კამათში კი არ შევიდოდა. მოითმენდა თავისებურად გავიდოდა თითქოს და ერთი ახალგაზრდა ბერს ძალიან მოეწონა ეს. და რა უთხრა იცით? მინდა შენი მოწაფე გავხდეო. და როდესაც ელაპარაკებოდა, მამაო, გეხვეწებიო, მასწავლეო. ეს ადამიანებიო, ამდენ რაღაცას რო გეუნებიან ხშირად კამათში შემოდიანო, შენო, როგორ გაურბიხარო, როგორ ითმენ ამდენს. და პასუხს ეუნება ასეთ რაღაცას. მაგ არარაობებთან როგორ ვიკადრებ საუბარსა. ანუ ადამიანი კი არ ითმენდა. ადამიანი იმათ საერთოდ ადამიანებად არ თვლიდა, მიხვდით? იმათთან საერთოდ საუბარსაც არ იკადრებდა, ანუ მიხვდით, იმდენად წარმოიდგინეთ, სად იმალებოდა დემონური სული. მონასტერში, სადაც, წარმოიდგინეთ, გარეგნული მხარით უყურებდნენ და ყველას მისი მოწაფეო ნეტა მისნაირი ვიყო, ყველა იფიქრებდა. იმიტომ რომ ჩვენაზეც საუბრობთ ხოლმე, რომ კონფლიქტებს გაურბოდა, სიმშვიდე, ლოცვა გინდა, ის გინდა, იმდენად გარეგნულად მოწესრიგებული იყო, რომ თაბრო დაეხო ადამიანებს მოსწავლეებიც კი შეიძლებოდა გასჩენო. და როდესაც მიუახლოვდა ადამიანი, რა უთხრა წარმოიდგინე. ამ არარაობებთანო საერთოდ საუბარს როგორ ვიკადრებ? მიხვდით რა ხდება? ესეც ეკლესიის წიაღში ხდება, სხვაგან კი არა. ესე ჩვენ თავს ხდება, როგორ ფიქრობთ, ეს ღვთისმსახურებაა?
გულწრფელად დაფიქრდით და თქვით, ეს ღვთისმსახურება არ არის ღვთისმსახურება. როგორც წეგან გითხარით, რომ გარეგნულად ცვალებადობა უბრალოდ არ ვლოცულობდი და ვლოცულობ, არ მარხულობდი და მარხულობ, წმინდა წერილს არ კითხულობ და კითხულობ, ეს ჯერ კიდევ არ არის ქრისტიანული საწყისი და ქრისტიანული ცხოვრების წესი შინაგანი, ანუ ის შეინანეთ, რაც ქვია, ის შეინანი არ არის ეს სხვა შეინანეთ არის. და არა მხოლოდ ეს, ნახე სად ჩავდივართ. ადამიანები, რომლებიც გარეგნულად სიმშვიდეს ასხივებენ, თითქოს ეს სიმშვიდეს ადამიანებისადმი დამოკიდებულებას გაურბიან, თურმე რითი შეიძლება იყოს სავსე ადამიანი, სავსე შეიძლება იყოს მთელი ამპარტავნებით, ეგოიზმით, საკუთარი თავის სიყვარულით, სხვა ადამიანები მისთვის არავინ არ არიან, ის არის, ვინც არის, ყველაზე დიდი მოღვაწე არის ის ადამიანი. ამიტომ გვახსოვდეს ესეთი რამ, რომ ადამიანი ან ღვთისმსახური არის, ან ადამიანი არის დემონის მსახური. და ეს ძალიან საშიში რამ არის. იოანე პეტრი წიძახის ასეთ რაღაცას. ძალიან ცუდია სნეული რო არის ადამიანის სნეულად არის. მაგრამ გაცილებით იმაზე ისე იგი ცუდია, როდესაც ამ ადამიანს ჯანმრთელი გონია საკუთარი თავი. ადამიანი, რომელიც სნეულია და თავის სნეულებას ვერ ხედავს, ეს არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა ქრისტიანი ადამიანისა. ამაზე მეტი საშინელება არ არსებობს. რითიც გინდა შეფუთე გარეგნულად ეს, ანუ ხანგრძლივი ლოცვებით, რითიც გინდა კეთილი საქმეებით, რაც არ გინდა აკეთე, ტაძრები აშენე, გალავნები აშენე, ხატები წერე, რაც არ გინდა გააკეთო ადამიანმა. არ არსებობს შეიძლება დემონის მსახურებაში დარჩეს შენი გული, ამას არ დაგიშლის. ისმის კითხვა, აბა რა არის? რითია, ანუ რითი უნდა ვიგრძნოთ ჩვენ საკუთარ თავში, რომ ჩვენი მსახურება მართლა შეინანეთ არის? და რა არის ამის შედეგი? ამის შედეგი ეს არის სიმდაბლე და მორჩილება. ადამიანი, ვისაც სიმდაბლე არ გააჩნია და ადამიანი, ვიც მდაბლად არ მსახურობს, თავმდაბალი არ არის, ის დემონის მსახური. ქრისტე იძახის, მომბაძეთ მე რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. როგორც მე ვემორჩილები მამას, ასევე თქვენ იქონიეთ მორჩილება. ანუ თუ კი ადამიანს არ აქვს პირდაპირ გეუნებით მორჩილება, თავმდაბლობა და ამიდან გამომდინარე სიმშვიდე, ადამიანი არის დემონის მსახური. რაც არ უნდა მართლად გამოითქმოდეს მისი სიტყვები და დღეს სოციალურ ქსელში სავსეა მსგავსი ქრისტიანი ადამიანები ბჭყალებში, რომლებიც საუბრობენ ზოგადად გარკვეულ ქრისტიანულ ცხოვრების წესზე და თვითონაც გრამი შეიძლება არ გააჩნიათ არც სიმდაბლე და არც მორჩილება და აქედან გამომდინარე სიმშვიდე. და ესეთი ადამიანები არიან, რომლებიც თავგზას უბნევენ ადამიანებს და მაგალითს აძლევენ იმისა, რომ თურმე ასეთი ქრისტიანობა არსებობს და ასეთი ქრისტიანობა ანუ სატყუ არ არის და თითქმის არ არსებობს. მორჩილების და თავმდაბლობის მქონე ადამიანს ეგრევე ეტყობა მის სიტყვაში, ეგრევე ეტყობა მის მოქმედებაში, ეგრევე ეტყობა ადამიანისადმი, როგორ უფრთხილდება ადამიანს, სანამ რამეს ეტყვის, სანამ რაღაცას გააკეთებს მის წინაშე, პირდაპირ ეტყობა ადამიანს, რომ აი უნდა გითხრას და თან არ უნდა გითხრას. უნდა გააკეთოს რაღაცა და თან არ უნდა რომ გააკეთოს, იმიტომ რომ კიდე ეჭვიეპარება, რომ იქნებ მე ვერ გავაკეთო ისე, რომ ამ ადამიანისთვის ეს საცხოვნებელი იყოს, ეს თავმდაბლობა და მორჩილება ისეთი მუხრუჭი ხდება მისთვის, რომ საკუთარ სულს გაუფრთხილდეს და აქედან გამომდინარე მეორე ადამიანის სულს გაუფრთხილდეს. არსებულმა მოვლენებმა, რომელიც აეხლა განვითარდა ქვეყანაში, ადრეც გითხარით, ეს წარმოაჩინა. ამ თვალით ნეტა იცოდეთ რა საშინელია ამ თვალით ამ ყველაფრის ყურება. არა პოლიტიკური თვალით, არა ზნეობრივი თვალით, არა სხვადასხვა მიდგომით, უბრალოდ
ქრისტეს თვალით რომ შეხედო იმას, რაც დღეს ადამიანში ხდება და ადამიანთან ერთად ხდება საზოგადოებაში, რომელიც ვიძახით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი საყურებლად. ძალიან მძიმეა. ურთულესი არის საყურებლად ეს. ამიტომ ისმის კითხვა. ხშირად არის ხოლმე ჩვენ ვიძახით, რომ გარეთ წეღარაც გითხარით, იქ სადაც დინამიური სამყარო არის, ესეთი თქმა აქვთ. გახსოვთ, დრო ყველაფერს გამოაჩენს. ხო ესია ხოლმე, დრო გავა და ყველაფერი გამოჩნდება და გაიხსენეთ თქვენც ამას ამბობთ ხოლმე. ერთმანეთთან ურთიერთობაში, აი დრო გავა და ყველაფერი გამოჩნდება და აი ამ დროის მოლოდინში ჩემში რა გამოჩნდება და სხვაში რა გამოჩნდება, აი ამ დროის იმედად ადამიანები ცხოვრობენ შინაგან დემონურ მდგომარეობაში ხშირ შემთხვევაში. სიმშვიდისა, თამდაბლობისა და მორჩილების გარეშე დრო გამოაჩენს ყველაფერს. ქრისტიანმა ადამიანმა როგორ უნდა თქვას? როგორ ფიქრობ? ჩვენ რა უნდა ვთქვათ? რა გამოაჩენს? და მე გეტყვით, ყველაფერს გამოაჩენს განსაცდელები, ყველაფერს გამოაჩენს ტკივილი, ყველაფერს გამოაჩენს ავადმყოფობა და ყველაფერს გამოაჩენს უძლურება. აი რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში და რაც ჩვენს თავს ხდება, ნუ ფიქრობთ, რომ ამას დრო გამოაჩენს. ხშირად ქრისტიანი ადამიანები დგანან, რომ დღეს ვერ ვერევი ამ ჩემ ცოდვას, მაგრამ აი იცი რა გავა დრო და იქნებ მოველიო და დროის ანუ დრო გავა და ყველაფერი თავისით შეიცვლება, ასე ფიქრობს გარედან მოსული ადამიანი, იმიტომ რომ გარეთ ასე ფიქრობდა, ამ კულტურაში ცხოვრობდა. ამ კულტურით აზროვნებდა და ამ კულტურით უდგებოდა თავის თავსაც და გარშემო მყოფ ცვალებად სამყაროსაც. დრო გავა და თავისით შეიცვლება ყველაფერი და შემობაბიჯა ქრისტეს სამწყსოში, ქრისტეს ეკლესიაში და აქაც იგივეს ამბობს, ელოდება, რომ დავბერდები, მერე შევინანებ, სიკვდილის წინ ვეზიარები, სიკვდილის წინ დავიწყებ სინანულს, მერე შევიცვლები, ჯერ ადროსია, ახალგაზრდა ვარ, ჯერ საქმეები მაქვს საკეთებელი. და ჩვენ ვერ მიხვდით, რომ აი ამას რო გადმოვაბიჯე და გადავწყვიტეთ, რომ ქრისტეს თვალით შეგოხედა ამ ყველაფრისთვის, ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რამე, არა დრო გამოაჩენს ყველაფერს, არამედ ღმერთო, სწრაფად მინდა შეიცვალოს ეს ჩემში ყველაფერი და მზად ვარ რისთვის. ვიცი, რომ ეს არ შეიცვლება ტკივილების, განსაცდელების, ავადმყოფობების და უძლურებების გარეშე. აი ეს არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ უნდა ვთქვათ, უფალო, ჩვენ მზად ვართ აი ამ ცვალებადობისთვის. მატკინე, მაგრამ შემცვალე. შემეხე, შემცვალე, იმიტომ რომ მეშინია არ აღმოჩნდა დემონების მსახური რაღაცა ჩემი უყურადღებობის გამო. შემცვალე გევედრებ, ეს ძალიან მეშინია, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა როგორ არის? თვითკმაყოფილებაშია ადამიანი. მე დავარქვი ამას, რომ ღმერთს ვემსახურები და სინამდვილეში ღმერთს ემსახურები? არ ემსახურები. სამწუხაროა, არ ემსახურები, თუ კი არ არის შენში თამდაბლობა, მორჩილება და ამავე დროს გამომდინარე სიმშვიდე აქეთ. აქ რომ ბოდიშით ან გამოთქვაზე კრავის თვალებით დგეხარ, წეღარო გითხარი, აქ რო სკვნილს ატრიალებ, აქ რომ ისიხასტივით გამოიყურები პირობითად, სიმშვიდე არის თითქოს შენში, იქ რა გემართება? ეს ხო ტყუილია, შენ თავს ხო ატყუებ? და აბა მიდი შეეხე ასე ადამიანს, აბა უთხარი ეს და ეხა ნახეთ სად მივადექით. ვინ გვჭირდება ჩვენ რომ შევიცვალოთ? მტერი. მეგობარი ვერასოდეს შეგცვლის. რატო? მეგობარი არასოდეს გეტყვის იმას, რაც სათქმელია. მეგობარი ყოველთვის გეტყვის იმას, რაც შენთვის არ იქნება საწყენი. უი, სიმძიმე არ დავადო თავზე. მეგობარი არ გაგიკეთებს იმას, რომ წარმოჩნდეს, რომ შენ ხარ ამპარტავანი. და ხშირ შემთხვევაში ურთიერთობები ისე
დგება აი ამ მდგომარეობაში, რომ ამ პარტავნებაში, შინაგან სიძულვილში, შინაგან ურთიერთობის კრიზისი დგას, მაგრამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოდიან ადამიანები ურთიერთობაში, რატო? იმიტომ რომ მეგობრები არიან და ასე იქცევიან გარეთაც. და აქ ჩვენ რომ მოდივართ, რატო მოვედით აქ? და მაგალითად მოგიყვანთ ერთ რამეს. მოზარდი ბავშვისთვის ყველაზე დიდი მტერი ვინ არის? მშობელი. კითხეთ აბა. ჭყალებში მტერი, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი არის მშობელი. რატო? იმიტომ რომ მშობელი ხედავს მას თავიდან ბოლომდე და მშობელია ის, ვინც მას მართალ სიტყვას ეუნება. და ეუნება, რომ შვილო, ესე არ გამოვა. შენ შეიძლება თვალები დაგიხუჭეს გარეთ შენმა მეგობრებმა და შენი თვისებების გამო. შენ შეიძლება თვალი დაგიხუჭეს გარშემომყოფმა ადამიანებმა, მაგრამ მე ხედავ, რომ იღუპები ადამიანი, იმიტომ რომ შენ ჩამოყალიბებული ამ პარტავანი ადამიანი ხარ. ჩამოყალიბებული ეგოისტი ხარ ადამიანი. და მე როგორ მახსოვს, აი ჩემ თავზე გეტყვით, რომ მე ადრეც მithქვამს. მამა ჩემი, აი ისეთ რამეს მიკეთებდა ხოლმე, აი რომ გამოდიოდი, ცრემლები მოდიოდა კინაღამ, ხელა, ანუ მე რომ მეგონა, რომ ხომ მივდით სოდნა გააქვს, ის გააქვს, ეს გააქვს, რაღაცა, იქ დავსხდებოდით ხოლმე, ვილაპარაკებდით რაღაცაზე და ცალკე, ან იქვე ეგრევე, ანუ ეს სახრესავით გადამარტყავდა ხოლმე. საქმით მაჩვენე შენ ვინ ხარ? და იმ წუთში აი გეგონება, აი მეთქვი შენა შენ რატომ მეუნები მაგას თან ეხლა? შენ რატომ მეუნები მაგას? აი სახრესავით მოხდებოდა და მე რო ჩავტრია ეხლა, აი გეუნებით მისი გარდაცვალების მერე ფიქრობ ზუსტად იმ სიტყვებზე და აი როგორ გითხრათ იცი, ყველაზე ახლოს იყო. ყველაზე მეტად გრძნობდა ჩემ მდგომარეობას, ყველაზე უკეთესად მხედავდა, იმიტომ რომ პირველ რიგში მის გვერდით გავიზარდე და მეორე სასულიერო პირი იყო ის. და ამიტომ გავაგრძელოთ. ტაძარში ყველაზე დიდი მტერი ვინ არის ადამიანისა ბრჭყალებში? მღვდელი. იმიტომ რომ რასაც ახლა მე გეუნებით თქვენ, ამას თქვენ ერთმანეთს არ ეუნებით, იმიტომ რომ თქვენ რომ ეს ერთმანეთს უთხრათ, მერე ნახეთ რაც მოხდება. თქვენ რომ ახლა ერთმანეთს უთხრათ, ეხლა შენ ამ პარტავნულად იქცევით, დღეს თქვენ აქ ისეთ ამბავს დაატრიალებთ, რომ საარაკო იქნება გარეთ მყოფი ადამიანებისთვისაც. ისეთ რამეს გაუკეთებთ ერთმანეთს, შეიძლება გარეგნულად არა, მაგრამ წეღარა ვილაპარაკე, აი ეგ ჩაიდებ გულში და მთელი ცხოვრება იმას იდარდებ, ეს რო იყო და მთელი ცხოვრება დაელოდები როგორღაც ადამიანს სამაგიერო გადაუხადო. ამას წინათ გორში მახსოვს ესეთი რაღაც, აი ვერ ვიხსენებ ვინ იყო. მორწმუნე ადამიანი წლებია ტაძარში, ანუ აი შესისხორცებულია რა, აი ესეთი რამე მითხრა უბრალოდ, აი ყველას რო გონია რომ აი რაღაცა ქრისტიანობა, რაღაცა გადალახა უკვე, მაგან დამაფიქრა მე რამ ხელაზე, იცით? რომ აი რაღაცა შეგნებით რო ქრისტიანი არის ადამიანი და როგორ რაღაცა სიძახის, იცით? მე თუ ვინმეს თვალი დავადგიო და უცებ საუბარი იყო და მე თუ ვინმეს თვალი დავადგიო, ვაიმეო მე იმ ადამიანსო და როგორ იყო იცი რაღაცნაირად იმისი კი არა, ანუ მისი თვალის დადგმისა კი არ შემეთქვი, მდგომარეობა განსაზღვრე ადამიანისა და ფიქრობ კაცო და სახე ქონდა, მე მეთქვი ან ხომ სახე ქონდა ადამიანს როგორ იცი? აი განადგურებდა რა. აი დიდი სიხარულით რო აივსები რომ ვიღაცა ვინც რამე გაწყენინა რაღაცა რომ ანუ სამაგიერო რო ექნება გადახდილი რა. ხალხი რო არიან ხოლმე ჯერ კიდე ტაძარში რო დადიან და იმისთვის რო ანთებენ სანთელსა რომ ღმერთო სამაგიერო გადაუხადე ჩემ მეზობელსო, ადამიანი თითქმის ტაძარში დაბერდა. სახე ქონდა როგორ იცი და მე აი ფიქრობ აი ხლა ეს ადამიანი ამას ხო ეს ხო არ არის ერთჯერადი, ეს ადამიანი ემწუთში ხო არ იძახის, ეს თავის განწყობას გადმოსცემს თან როგორ იცი, აი შეგნებულად და ფიქრობ რა ხდება ეს ადამიანი შინაგანად ფაქტობრივად ანუ დემონურ მსახურებაშია და გონია რომ ქრისტეს ემსახურება. ეხლა პარადოქსი უნდა გითხრათ, ყველაზე საშინელი რამე ეხლა უნდა გითხრათ საერთოდ. ქრისტიანულ ცხოვრებაში ხან მიზანმიმართულად ღმერთი ხდება ჩვენი მტერი. ნახეთ, მეგობრები გვერდზე ვინც ყავს,
მტერი რას გულისხმობ? თვითონ კი არ არის მტერი. ჩვენ აღვიქავთ მას როგორც მტერს, თორემ მშობელი მტერი ხო არ არის. სასულიერო მტერი ხო არ არის. მე არ ვიძახი ზოგ შემთხვევაში შეიძლება ცდებოდეს სასულიერო პირის და მშობელის გარკვეულ მიდგომაში. ამისგან არ ვანთავისუფლებ, მაგრამ ის რომ საკუთარი შვილი უყვარს ამაზე და მღვდელსო მრევლი უყვარს და მშობელსო შვილი უყვარს ეს არ, მაგრამ მოდი დავანებოთ ამას თავი. ქრისტიანი ადამიანი ხარ და მეგობარი მშობელი მტერია და არ უსმენ. მოძღვარი მტერია არ უსმენ. მეგობრებს არ უსმენ, იმიტომ რომ მეგობრები არ გეუნებიან და აქ უფალს რომ უყვარ ხარ, მოდის თვითონ და გეუნება. ეხლა მე გავხდები შენი მტერი და რას იზა. და მოდის ისეთი ტკივილი, ისეთი დაცემა, ისეთი საშინელი დაცემა მოდის ადამიანზე რისთვის? მოდის იმისთვის, რომ რითი დავიწყეთ? შეინანე. შეინანე, შეიცვალე. როგორია რომ მე მემსახურები შენ, ემსახურები დემონებს. შენი მდგომარეობით, სამწუხაროდ. ეს ეხება არაერის ადამიანებს მხოლოდ. მათ შორის ეს ეხება ეს განცდები სამღვდელო დასსაც. ქრისტეს წინაშე პირდაპირ ვამბობთ, შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანს რომელსაც მორჩილება, თავმდაბლობა არ გააჩნია და აქედან გამომდინარე ნაშობი სიმშვიდეს არ ატარებს გულით, ეს ადამიანი ქრისტეს მსახური არ არის. რაც არ უნდა მისი ბაგეებით ჭეშმარიტება ჟღერდეს. არ არის ეს ადამიანი ღვთისმსახური. ამიტომ ძალიან გთხოვთ, დაიმახსოვრეთ ესეთი რამ, რომ ხშირად ეს ტკივილები, რომელიც ჩვენთან მოდის, ეს არის ღმერთის შეხება ჩვენზე. და გახსოვდეთ, რას გვეუბნება იცი? არც ეხლა შეიცვლები. მე წინაზეც გითხარით თქვენ, რომ ეს ტკივილი რა ჩვენი ერის ტკივილი იყო რამოდენიმე ხნის უკან და ჯერ კიდე წინ გვაქვს ჩვენ მრავალი ტკივილი. ესეც მაგისი არის. ეს არის კონკრეტულ ადამიანზე და საბოლოო ჯამში საზოგადოებაზე და ერზე დაშვებული რა? შეიცვალეთ, შეინანეთ და შეიცვალეთ. და თუ ჩვენ არ ვიცვლებით, თუ ჩვენ შინაგან ამ მთავარ საწყისებს, მორჩილებას და თავმდაბლობას არ ვატარებთ საკუთარი გულით, ქრისტეს შობა ჩვენს გულებში იცოდეთ, რომ ვერ მოხდება. წელი ისე გავა, წელსაც ისე გავა ეს ყველაფერი, რომ ჩვენში მოკლედ ქრისტე ვერ შეძლებს შობას. მადლობა ღმერთს ამ ტკივილებისათვის. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა ჩემ ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმ უძულურებებისათვის. მადლობა ღმერთს იმ ყველა დაცემისათვის, რომელიც ჩემ ცხოვრებაში იყო. რატო? იმიტომ რომ დღეს ხვდები მე ამის გარეშე ჩემს გონებაში შეცვლა, აქამდე რაც შეცვლილი ვარ, ესეც არ მოხდებოდა. და ჯერ კიდევ წინ არის უამრავი შეცვლის დრო, რომელიც ადამიანს მოკლედ ჭირდება. ღმერთმა ამის ძალა მოგცეს. ღმერთმა სინანულის ძალა მოგცეს. ეხლა დღეს ჩვენ წავიკითხავთ ამ სინანულის და ამხსარებელთა ზედა პარაკლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა და ეს გული ამოატრიალეთ. იფიქრეთ თავმდაბლობაზე და მორჩილებაზე. იფიქრეთ სინანულზე და ამგვარად შეცვლაზე. და თუ კი ვინმე ასე არ შეიცვლება და თუ კი ვინმეში ეს შეცვლა არ მოხდება, მაშინ გახსოვდეთ, რომ ძალიან დანის პირზე დადიხართ. არ მინდა უიმედობაში გითხრა, უიმედობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ თუ ეს ჩვენში არ ხდება, აქამდე გავლილი წლებიც თითქმის არაფრის მომცემი არ არის. მე გეუბნები, ჩვენ შევიცვალეთ, ლოცვას არ ვკითხულობ და ლოცვას კითხულობდა, საკმარისი არ არის. რომ არ ხულობ, საკმარისი არ არის. ამას ყველაფერს ჩვენზე უკეთესად გააკეთებს სხვა. ერთადერთი რაც არ შეუძლია დემონურ ძალას, რა არ შეუძლია, იყოს თავმდაბალი და იყოს მორჩი. ლოცვები თქვენზე მეტ წაიკითხავს და თქვენზე მეტი იცის.
წმინდა წერილი, ჩვენ წმინდა წერილს ვკითხულობთ თუ რამე გავიგო და იმან ყველაფერი იცის, იმიტომ რომ იქ იყო. დღეს შენ დოგმატურ ღვთისმეტყველებას კითხულობ, რომ გაიგო სამება ერთ არსება როგორია და ის იქ იყო და იცის. დღეს შენ ამოცნობა გინდა საკუთარი თავისა ნეტარ ამჭირს და იმან შენზე უკეთესად იცის, შენ ვინახა. მე ადრე გითხარით ეს გამოცდა არის ღვთისმეტყველებისა და ყველანი ჩაჭრეს. ანუ ყველა ღვთისმეტყველი ჩაჭრეს, აქ გამომცდელები ძალიან დიდები არიან და ერთ-ერთი გამომცდელი არის პატერიკია, ეს ერთ-ერთი გამომცდელი არის ბოროტისული დემონი, ანუ ეშმაგი. რაც კი არ დაუსვეს კითხვები ყველაფერზე უპასუხა ისე, რომ ამ თვითონ ღვთისმეტყველებმაც არ იცოდნენ ეგა. და ფაქტობრივად ვერ ჭრიან, ანუ ყველა ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი თეოლოგი და ქრისტიანი ჩაჭრეს, იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა არ იცოდა, ყველანი ჩაჭრეს და დემონი ზის წინ და ის ვერ ჩაჭრეს. და მოკლედ რა ხდება, ანუ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველება დემონს ვერ ჭრის. და აი მსმენელებს შორის ბოლოში იჯდა ერთი მონაზონი, ბერი, რომელიც კნილზე ლოცულობდა. და რა თქვა, იცით? მოდი ეხლაო, კარგიო, გასაგებია რომ ვერ ჩაიჭრაოდ. თამდაბლად და მორჩილად ერთი ვთქვათო უფალო შემიწყალე. იმ წუთში გაქრა. რატო? იმიტომ რომ დემონურ ძალას არ შეუძლია მორჩილება და არ შეუძლია თამდაბლო. ანუ ვიშიც ეს არ არის, დანარჩენზე თქვენი ფიქრით. და ვინც ამას არ ეძებს და მას გონია რომ დრო მოვა და იცოდეთ, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი. დრო ისე გავა და ეს დემონური ძალა ისე გაგატარებინებთ ამ დროს, რომ მასეთები დარჩებით სამუდამოდ. თან ისე თვისებებს მოაგროვებს ამ დროის მანძილზე თქვენში, რომ ვეღარასოდეს შეიძლება ვერ შეიცვალოთ, ვეღარასოდეს. ეგეთები დარჩებით სიკვდილამდე, გარდაცვალებამდე და იქაც ღმერთი თუ ინებებს სიკვდილის წინ, რომ შენ შეცვლა მოასწრო, ამის იმედად თუ იქნები თვინმე, ღმერთმა დაგვიფაროს. იმიტომ რომ არავინ არ იცის იმ დროს ვირას გააკეთებს და არავინ არ ვიცით როდის გარდავიცვალ. ღმერთმა ქრისტეს შობისთვის მოამზადოს ჩვენი გული და თამდაბლობა, მორჩილება და მისგან ნაშობი ნამდვილი სიმშვიდე, ლოცვა, მარხვა და შინაგანი დღესასწაული შუას ჩვენს გულებში, როგორც 2000 წლის უკან ქრისტე იშვა ბაგაში და სირცხვილეული არიჩინა და იშვა ესევე ჩვენ გულებში იშვას ქრისტე. ამინ. ღმერთმა დაალოცვილი დღეგრძელი და გახარებული გამყოფთ.